არა იზოლაციასა და ავტორიტარიზმს კი საქართველოს ევროპულ მომავალს. სწორედ ამ შეძახილებით შეიკრიბებიან ხვალ ზუსტად 19 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები ფილარმონიის მიმდებარედ. ამის შემდეგ კი ტრადიციულად გაიმართება მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ და შემდგომ უკვე პროტესტი პარლამენტის მიმდებარედ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლის წინახაზე იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, თარგმნელები, მხატვრები და ხელოვანები ზოგადად, თუმცა რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა ყველა პროევროპულ აქციას ამ აქციასაც შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მათთან ერთად იდგებიან პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოება. საბოლოო ჯამში კი ყველას მესიჯ ბოქსი გზავნილი იქნება მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმ ყველაფერს, რაც ახლა საქართველოსა და დედაქალაქში ხდება ქართული ოცნების ხელით და რომ აუცილებლად იბრძოლებენ ბოლომდე, რათა უპირველეს ყოვლისა ქართულ ოცნებას დაანახონ, რომ ისინი არიან ძალიან მტკიცე საკუთარ ევროპულ არჩევანში და რა თქმა უნდა აგრეთვე მკაფიო გზავნილს გაგზავნიან დასავლეთის მიმართულებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროპული, რომ ჩვენი ქვეყანა ირჩევს დასავლეთს და რომ ამას ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ვერასოდეს ვერ შეცვლიან. რეალურად ფაქტიურად თუ კი ვინმე ქმნის დღეს აი ამის დაუმორჩილებლობის და შეუგეობლობის აი ამ შემთხვევაში ქოთური ნარატივისა და საერთოდ მოღალატეობრივი პოლიტიკის მიმართ, რა თქმა უნდა ეს ადამიანები არიან. მიყავთ იმისა ზაფხულია, ცხელა, მართლაც ყველას დასვენება უნდა თქვი, რომ დავიღალეთ კიდევაც, მაგრამ საქართველოს სიყვარულში დაღლა წარმოუდგენელი. ახლა მოდი ასე ვთქვათ, რა არის კულტურა თავისუფლება და ხელოვნება ზოგადად? რა არის? ეს თავისუფლებაა. თუ არ არის თავისუფლება, თუ არ არის აბსოლუტური შინაგანი თავისუფლება, არ იქნება კულტურა. ამავდროულად კულტურა არ არის კულტურა, თუ იგი შინაგანად არ ატარებს პროტესტს. პროტესტის გარეშე არ არსებობს კულტურა. კულტურის ხმაური აუცილებელია და არა მარტო კულტურის ხმაური, საერთოდ ხალხის ხმაური აუცილებელია. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყო და კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენო ჩვენი ძალა, თუ რამდენი ვართ ისტორიის მწორ მხარეს. ამას უყურებ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და ნუ შეგვეშინდება გავერთიათ და დავდგეთ ერთად და დროზე უნდა დავასრულოთ არასწორი დამოკიდებულება და მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, რასაც აი ესენი ჩანდა. უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა და პოლიტპატრონები და სინისის პატრონები იმ დღესვე იქნებიან განთავისუფლებული. ჩვენ არ შევეგუებით წართმეულ არჩევნებს, მიტაცებულ სასამართლოს და თანამოქალაქეების, თანამებრძოლების ციხეში გამოკეტვას. სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეკრების დრო და ადგილი უკვე ცნობილია. ზუსტად 19 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგება ყველავისთვისაც საქართველოს დასავლური მომავალი და ღირებულებები არის მნიშვნელოვანი. შემდეგ კი ყველა ერთად, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ისე პოლიტიკოსები და ჩვენი ქვეყნის პროევროპელი მოქალაქეები ერთად მარშით გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარედ და პროტესტი ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაგრძელდება.